გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show Talks-ზე. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის გაფართოების სრული აქვს საქართველოსა და ამერიკას შორის. ამაზე რა საკვირველია ბნედა დაიმართეს ოპოზიციამ, მათმა მედიამ და აქტივისტებმა. აქაო და წერილი ნამდვილი არაო. ბავშვი იჯდა კომპიუტერთან და იმას გამოეგზავნაო. შეცდომით გამოეგზავნაო. არაფერს ნიშნავს ეს წერილიო. და ასე შემდეგ. საიდან აღარ ეცადნენ გაეправებინათ და დაეგმოთ ის ფაქტი, რომ ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა. დარჩნენ ოპოზიცია და აკაცუკი აქტივისტები ამერიკელი კლოუნი სენატორის. იქაური შალვა ნათელაშვილის, ჯო ვილსონის ამარა. იმედია რუსთაველზე ტრამპის ფიტულის დაწვას არ დაიწყებენ ამის შემდეგ. ზოგადად ასეა. როდესაც ვასალი, მონა და გარე უცხოური ძალების აგენტურა ხარ, მუდმივად დამოკიდებული ხარ გარედან წამოსულ მესიჯებზე და არა შენი ქვეყნის საკუთარი საზოგადოების დაკვეთაზე და მოთხოვნებზე. ამიტომ ყოველთვის ასეთი მარცხით მოუწევთ ხოლმე დასრულება ყველა გარედან მართულ მარიონეტს, როდესაც მათთვის არასასურველი გადალაგება მოხდება. რამდენიმე დღის წინ ბათუმში მოქალაქეს რესტორანში გერმანიის ელჩი შეხვდა, რომელიც რადიკალური და ოპოზიციის ღიად მხარდამჭერი პოზიციებით გამოირჩევა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მე ვაგინებ ეგ გერმანიის ელჩს, მაგის ამის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩვენს საგარეოს გამოუგზავნა ნოტა, სადაც აღნიშნა, რომ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული და საჭიროებდა გამოძიებას. ხვდებით ხომ ორმაგი სტანდარტის ხარისხს, უსამართლობის დონეს და უტიფრობის მასშტაბს. გერმანიის საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა, მაშინ საუბარია ბათუმში 18 მაისს მოქალაქე ვალერიან ქოჩიაშვილის მიერ ელჩის და მისი მეუღლის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ნოტაში წერია, რომ გერმანიის საელჩო ითხოვს შესაბამის მოუწყებებმა გაატარონ ღონისძიებები ქოჩიაშვილის სისხლის სამართლებრივად რელევანტური ქმედებების წინააღმდეგ. ანუ თუ რიგითი ქართველი მოქალაქე უკმაყოფილო იმით, რომ უცხო ქვეყნის ელჩი ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ღიად ერევა, მარგინალურ და აგენტურულ ოპოზიციას უდგას გვერდში, მათ აქციებზე დადის, მათი აქტივისტების გამართლებას ითხოვს სასამართლოს დასრულების გარეშე და რეალურად მავნებლობითაა დაკავებული, მას თუ სიტყვიერად აყენებს შეურაცხყოფას, ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც ჩვენ სახელმწიფოს თხოვენ რეაგირებას და როდესაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილს და პიროტექნიკას ესვრიან, სახეში ურტყამენ, აგინებენ. ქართული ოცნების დეპუტატებს მცირეწლოვან შვილებთან ერთად უვარდებიან სახლებში და კაფეებში, აგინებენ და მონებს ეძახიან, ეს ყოფილა გამოხატვის თავისუფლება. ასეთი თავგასული უტიფრობა და ბიუროკრატიული უსამართლობა მხოლოდ კავკასიურ რომანებში თუ შეხვდებოდა ხოლმე. დღეს კი ეს ევრობიუროკრატიის გადამკიდე რეალობა და აქცეული. კრიპტოაფერისტი და ქურდი გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა. უმადურობის ახალი სიმბოლო გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გზაზე დააყენა. საქმე მისცა, ცოდნით და განათლებით აღჭურვა, შემდეგ კი ეს ადამიანი გაქურდა და ქვეყნიდან გაიქცა. ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლესი სტანდარტის დაცვით. სკრუპულოზური მეთოდიკით დააკავეს, ისე რომ არავის ერთით მის ღერი არ ჩამოვარდნია. ოპოზიცია კი ახლა ისტერიკაშია, წამება ემუქრება ბაჩიაშვილსო. რასაც თვითონ ჩადიოდნენ პატიმრების მიმართ, ოღონდ რამენაირად იგივე დააბრალონ ქართულ ოცნებას და ყოველ ჯერზე ამას ყვერიან. ვინმე თუ მათ წისქვილზე წყლის დამსხმელი თუ სამართლიანად დაპატიმრდება. ეს ისტერიაც რასაკვირველია ხანმოკლე იქნება, რადგან ბაჩიაშვილი ყველა კანონის დაცვით მოიხდის საშიშელს და ჩადენილი დანაშაულის საპირწონე დაღევლინება მისდამი მართლმსაჯულება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მოძლიერებულია სახელმწიფო, მისი სამართალდამცავი ორგანოები და რომ ოპოზიციას რამდენი მოპარული თუ გარე ძალებისგან მიღებული ფულიც არ უნდა ჰქონდეთ, მაინც არ გამოუვათ არანაირი სერიოზული არეულობის გამოწვევა. დღეს სამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კლავ Talks-ზე.